ვერ შემოყვავდა ეს გაზი. რუსთავში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს რეგიონული განვითარების მინისტრმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა დაათვალიერეს. სამუშაოების ანიაღვრე არხების მოწყობას, წყლის მილსადენებისა და საკანალიზაციო ჭების მონტაჟს, ბორდიურებისა და ტროტუარების რეაბილიტაციას და სხვა სამუშაოებს ითვალისწინებს. პროექტს საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სამუშაოებზე 50 ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა. ეს არის თბილისის ქუჩა, 5 კილომეტრი გზა არის, რომელიც აბსოლუტურად გზების პრობლემას ქალაქ რუსთავში დაალაგებს, განტვირთავს ცენტრალურ მაგისტრალს. მინდა გითხრათ, რომ ყველა კომუნიკაცია შეცვლილი. მნიშვნელოვანია ეს ობიექტი იმითაც, რომ აქ 50 კაცი დავასაქმეთ ამ გზაზე. შესაბამისად გავიარეთ გზების საკითხი რუსთავში გუბერნატორთან ერთად სხვა მიმართულებითაც და შესაბამისად დავგეგმოთ ის გზები, რომელიც უნდა ავაშენოთ მომდევნო წლის განმავლობაში. იქიდან გამომდინარე, რომ იყო სავალალო მდგომარეობაში, აქ პრაქტიკულად მოძრაობა აღარ იყო. კეთდება და სრულდება ეს 5 კილომეტრიანი მონაკვეთი შეიცვალა პრაქტიკულად ყველაფერი, ყველა კომუნიკაცია როგორც მიწის ქვემოთ, ასევე მიწის ზემოთ. ეს პროცესი დარწმუნებული ვზანდებოდეთ და მინდა ყველა რუსთაველი დავარწმუნო, რომ წავა უფრო მაგალითებით, რა თქმა უნდა, ჩვენი და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დახმარებით. 30 წელიწადი არის, რომ ამ ქუჩას არაფერი შელებია რა. ეხლა დავიწყეთ ლამაზდება ქუჩა. აქ მაცხოვრებელი ვართ და ძალიან ყოფილები ვართ. თან მე აქაც მუშაობ. და ოჯახში რაღაც პური შევამოწმე.